გადაცემის ამ ნაწილში ქოთნის ყვავილებზე ვისაუბრებთ, რომლებიც გარდა იმისა, რომ ალამაზებენ ჩვენ სამუშაო თუ საცხოვრებელ სივრცეს, ემოციური თვალსაზრისით არაერთი სარგებლის მომტანია. მას შეუძლია ჩვენთვის და ბუნებასთან ესე იგი კავშირის განცდასაც წარმატებულად რომ გააღვივოს და კიდევ უფრო დაგვაკავშიროს და მეტი სიმშვიდე მოგვცეს. როგორ უნდა მოუვაროთ და ვიზრუნოთ სწორად საშემოდგომოდ, ესე იგი, ქოთნის ყვავილებს, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელად შეხვდნენ ისინი ზამთარს და რა უნდა ვიცოდეთ სინათლის, მორწყვის, ტემპერატურის, გასხლის თუ გადარგვის შემთხვევაში. ლალი კუპრეიშვილი შემოგვერთა ფლორისტი დილამშვიდობისა. ქალბატონ ლალი, მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. ძალიან გვიყვარს ესენი, ძალიან გვიყვარს მცენარეები და ყოველ შემთხვევაში ვისაც გვიყვარს და ვინც თვლით რომ ჩვენი ოჯახის წევრები არიან, კიდევ უფრო განვიცდით ხოლმე მძაფრად აღვიქვავთ, როდესაც მათ რაღაცა ისე არ აქვთ, როგორც გვინდა რომ გქონდეთ. თითქოს ვუვლით, სასუქსაც პერიოდულად ვუსხამთ, მტვრისგან ვასუფთავებთ, ვიცით თუ არ უნდა პირდაპირ სხივები, შეძლებს დაგვარად ვურჩევთ სახლში ისეთ განათებულ ადგილს, მაგრამ არის ხოლმე რაღაცა წესები, რომელიც აუცილებლად სეზონურობით უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ კიდევ უფრო დიდხანს გაგვილამაზონ ცხოვრება, ხო? ენერგეტიკით გვავსებენ, რა თქმა უნდა, დადებითი ენერგეტიკით და აი ხლა რასაც უყურებ, ეს მცენარეები ჩემი სიყვარულის მცენარეები არიან, კიდე დავამატებდი დრაცენას, რომელსაც ვუვლი და მიყვარს, ძალიან გამორჩეულად მიყვარს დრაცენები. სხვადასხვა სახეობა არსებობს გამორჩეულად მიყვარს და ყოველთვის მაბედნიერებს ხოლმე, როდესაც სახლში აი ამ სიმწვანეს გადავხედავ. ეხლა შეგვიძლია ძირითად თემაზე გადავიდეთ. დავიწყოთ, კი ბატონო, ალბათ დავიწყოთ იმით პირველ რიგში, აქ რა თქმა უნდა ნაწილი არის ქოთნის ყვავილების წარმოდგენილი, მაგრამ მაინც აი საქართველოს პირობებით რომ ვილაპარაკოთ, რომელი ქოთნის ყვავილები შეგვიძლია დავასახელოთ, რომელიც განსაკუთრებულად მოთხოვნადია, პოპულარულია, მარტივად მოსავლელია სახლის თუ იგივე საოფისე გარემოში და რომელი ერთი შეგვიძლია რომ გამოვყოთ და გამოვარჩიოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დილამშვიდობის საქართველო. ეს არის ყვავილების ნაწილი, რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს მცენარეები, რომელიც ძალიან მოთხოვნადია. სანსევერია, კი ბატონო. ფიკუსები, ხო, რა თქმა უნდა, ფიკუსების მრავალი სახეობა არსებობს. აქ ორი კი გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ მრავალი სახეობა არსებობს. დრაცენები, ზამიოკულკასი, კრასულა, იგივე ბარაქის ხე. ყველას განსაკუთრებით სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება ამათ. არ არის იცი რომ მცენარე მივიტანე სახლში, დავდგი და всё, აღარაფერი აღარ უნდა. ეგ არ არის ასე. ავიღოთ ზამიოკულკასი. ზამიოკულკასი არის ყველაზე მარტივი მოსავლელი მცენარე. აი ეს არის ზამიოკულკასი, რომელიც არის ყველაზე მარტივი მოსავლელი. თუ საერთოდ ოდნავ მაინც შეხება ვინმეს აქ მცენარესთან, ამ მცენარეზე ვერ იტყვის, რომ ამას ვერ მივხედე. ერთადერთი უყვარს ნათელი ადგილი, რაც შეიძლება ჭიდრო ქოთანი, იმიტომ ამას აქვს ბოლქვები, როგორც კარტოფილს, ეგეთი ბოლქვოვანი მცენარეა და ვიწრო უნდა იყოს ქოთანში ეს ბოლქვები გაჭედილი უნდა იყოს, რომ მცენარემ კარგად განაგზოს ზრდა. წყალი ტენიანობა რაც შეიძლება ნაკლები. თვეში ორჯერად საკმარისია, რომ ამას წყალი მივცეთ. თუ ნათელი ადგილი ექნა, მცენარის პრობლემა არ აქვს. გადავინაცვლოთ ფიკუსზე. ფიკუსი ეს ისეთი მცენარეა, რომელიც აი ძალიან ეფექტურია ყველგან, ყველა კუთხეს უხდება ინტერიერში. არის ფიკუსი, რომელიც სიბნელეს იტანს. ერთადერთი მცენარე, რომელიც სიბნელეს იტანს, არ უნდა ზედმეტი წყალი, კვირაში ერთხელ საკმარისია, ნიადაგი ჭირდება ზამთრის პერიოდში მცენარეს სჭირდება ნაკლები ტენი. იმიტომ რომ სითბო ტემპერატურა რო გვაქვს ოთახში, იქ იმას არნიშნავს, რომ მალე შრება ნიადაგი. პირიქით, უფრო მეტად ტენიანი ხდება ტემპერატურის მატებასთან ერთად ნიადაგი. არა, შეიძლება ზედაპირი იყოს მომშრალი, მაგრამ ქვევით ვერ ასწრებს აორთქლებას წყალი. და უმჯობესია ზამთრის პერიოდში ფოთლები უფრო დაუნამოთ მცენარეს, ვიდრე ძირში წყალი უსვათ. ხო, მაგრამ ეგ დროს აი მიჩნდება კითხვა. ზაფხულში ისედაც მაღალი ტემპერატურის დროს მიდის გამოშრობა, ხო, ნიადაგის. ზამთარში ხო გათბობას ვრთავთ? შეიძლება უფრო მეტად ცხელოდეს ოთახში, ვიდრე ზაფხულში. კი, მაგრამ ზაფხულის სიცხე სულ სხვა არის.
ზამთრის სიცხე ფოთლებს აშრობს და შესაბამისად ფოთლებიდან უფრო მეტად უნდა მივცეთ ის ტენიანობა ვიდრე მორწყვის. უფრო აქტიურ რეჟიმში უნდა დავნამოთ. ქვევიდან მორწყვამ შეიძლება ლპობა გამოიწვიოს, ის მცენარე ვერ გამოგიშრეს ფესვებთან კარგად. ადვილად უჩნდება, როცა ტემპერატურა მაღალია ზამთარში შიგნით, მშრალი ჰაერი არის, შესაბამისად დაავადებისკენ მიდრეკილია მცენარე და ამიტომ შეიძლება ფესვებში გაუჩნდეს რამე დაავადება და მცენარე მოგვიკვდეთ. ესე გამიგია რომ აი თვითონ შემოდგომის პერიოდში მცენარები აქტიურ რეჟიმში აღარ იზრდებიან, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ამ შემოდგომის პერიოდში უფრო მეტად იზრდებიან ვიდრე ზამთარში. ზამთარში ფაქტიურად მცენარე ისვენებს, კი, მიძინებულ მდგომარეობაში. კი, ძინავს ფაქტიურად ფესვებსაც ძინავს და მცენარე შესაბამისად ისეთი რაოდენობით და ისეთი ტემპით არ იზრდება, როგორც გაზაფხულზე, სექტემბერში, ოქტომბერი კიდე საუკეთესოა მცენარეებისთვის, უკვე ნოემბრის ბოლოდან მცენარე იწყებს დასვენებას. შესაბამისად, ნელი ტემპით იზრდება მერე უკვე. იცით რა მაინტერესებს? აი, ეხლა ზაფხულის პერიოდში, გაზაფხულის პერიოდში მათ შორის მეტნაკლებად უფრო გარესივრცეში ვცდილობთ ხოლმე რომ გქონდეს კოტნის ყვავილები, მაგრამ აი საშემოდგომოდ როდიდან უნდა შემოვიტანოთ, თქვათ სახლში, მე თვითონ ვიცით რომ აი იგივე დღის საათებიც იკლებს, ტემპერატურაც უკვე ნორმალურად მცირდება. მოდით ახლა გავაკეთოთ ეს საკითხი ასე გადავჭრათ. ახლა როგორც ვიცით სექტემბერია, მაგრამ საკმაოდ ცივა ღამე. ეს ტემპერატურა ითვლება მცენარებისთვის რომ სიცივე ღამე ტემპერატურა შიდა ინტერიერის მცენარისთვის ზოგიერთისთვის 15-ზე დაბლა არ უნდა იყოს, ზოგიერთისთვის 10-ზე დაბლა არ უნდა იყოს. შესაბამისად აუცილებელია ამ პერიოდში მცენარები შიგნით შევაბრძანოთ სახლის პირობებში და შეუქმნათ ის გარემო, რომელიც მოსწონს. ასე აი ამ ფიკუსს ახლა ვერ ვაცოცხლეთ ისეთ ადგილას, სადაც ის ფიკუსი დგას. იმას სჭირდება სიბნელე, ამას სჭირდება ნათელი ადგილი და არა პირდაპირ მზის სხივი. გავითვალისწინოთ უნდა ის მომენტი. სჭირდება თუ უბრალოდ ამტანია სიბნელის? ამტანია. ხო, მარი ფიქრობს რომ შეუძლია სააბაჟანოში. არა, ამტანია, არა, სააბაჟანოში ნამდვილად არ ვარ ძალიან ცოტა მცენარე, რომელიც შეიძლება სააბაჟანოში დადგათ, იმიტომ რომ ტენიანობა ფილოდენდრონი. კი. ტენიანობა მაღალია და ამიტომ არა. კარგი, აი სად უნდა დავდგათ მაშინ ქოთნის ყვავილები? ეს ყველაზე მარტივი გამოსავალი რა, ერთად ეს ზისხივებით მეტნაკლებად მოხვდეთ. ნათელი ადგილი თუ არა გვაქვს, ამ შემთხვევაში ხელოვნურად უნდა შევუქმნათ შუქი, ანუ ლედნათურები დაუყენოთ მცენარეებს, ან სპეციალური რო კონდეს თავიანთი განათება ზამთრის პერიოდში. აი ხშირად ფანჯარასთან ახლოს გამოხმაურება. זה აუცილებელი არ არის არც ერთი მცენარისთვის. იმდენად სხივები, იმდენად წვავს. შეიძლება ერთ დღეში მცენარე გაგიფუჭდეთ. პირდაპირ სხივები. არ არის აუცილებელი მზის სხივები. ზამთრის პერიოდში კიდე მცენარე მიდრეკილია დაავადებისკენ. ხშირად არის კითხვა, რომ აი ბამბასავი თეთრი ნადები გაუჩნდა. ამას ქვია ფრთა თეთრა, ცრუფარიანა არის ეს დაავადება, რომელიც ისეთ ადგილას გაუჩნდება მცენარე, შეიძლება ვერც შევამჩნიოთ ვერც ერთმა. ამისთვის აუცილებელი არის პროფილაქტიკის მიზნით ზამთრის შემოსვლასთან ერთად ჩაუტაროთ მცენარეებს გინდა საპნიანი წყლით ჩამორეცხეთ, ჩვეულებრივი მეთოდი, როგორც ყველა მიცის, სარეცხის საპონი 72%-იანი აკაფეთ წყალში. კი, მაგით შეიძლება და ჩამორეცხეთ ჩვეულებრივად. იგივე პროცედურა უნდა გაუმეოროთ 10 დღეში. თორემ ეფექტი მცენარის აღარ ეკნება. თუ მცენარე მოწყენილია, ვთქვათ იგივე პროფილაქტიკის მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში საშემოდგომოდ, როცა უკვე მივალთ იმ პერიოდში, აი დეკემბერი, იანვარი გადავლახეთ, დააკვირდის მცენარეს, ხშირად უჩნდება, კიდევ ვიმეორებ, ხშირად უჩნდება, რო არ გაუჩნდეს, კიდევ შეგვიძლია პროფილაქტიკის მიზნით იგივე პროცედურა ნებისმიერ მცენარეს ნებისმიერ წარმოდგენილი. აი, რა მინდა კითხოთ? აი, აქ წარმოდგენილი მცენარეებიდან, ხო, ახლა ნათელი მაგალითია ფიკუსი და ეს არის აგლაომენა. აგლაომენა. ნახე, მაინტერესებს, აი, ამ ფიკუსს ახლა აქვს დიდი ფოთლები და ძალიან ხშირია, როდესაც ადამიანი შეიძენს, მოწონს ამ დიდი ფოთლების გამო და მე ეს ფოთლები რო ამოდის უკვე პატარა. იგივე აგლაომენასთან შეიძლება იყოს ძალიან დიდი, ხასხას და უცბად მე იზრდება სიმაღლეში და პატარავდება. კი ბატონო, ახლა მაგას რა პრობლემაა? ახლა მცენარეს ჩვენ რო ვყიდულობთ, ეს მცენარეები ყველა არის ტორფში გაზრდილი. კი ბატონო. პირდაპირ გადააქვთ, ბევრს გადააქვთ პირდაპირ ჩვეულებრივ ნიადაგში, რომელიც სასტიკად არ შეიძლება.
ტორფში გაზრდილ მცენარის უნდა შეუქმნათ ისეთი ნიადაგი, ტორფი, მიწა, ნაკელი და აგროპერლიტი. ეს ნაზავი უნდა გაკეთდეს და უნდა გადავიტანოთ არ არის აუცილებელი. ანუ სუბუქი ნიადაგი. სუბუქი ნიადაგი, რომ ფილტრაცია კარგად მოახდინოს ფესვებმა და მცენარე კარგად განვითარდეს. ეგ არის მიზეზი ფოთლის სიწვრილი. კი, მე ნიადაგში წყალს რო უსხავთ, არის შემთხვევები, რომ ზევი თეთრ ნადებს იკეთებს. ეგ არის მიწის მარილი, იგივე, რომელიც მცენარისის არ არის სასურველი და პერიოდულად საკვები უნდა მივახმაროთ. მეორე შემთხვევა კიდე იმისი, რომ მცენარე არ უნდა იყოს დიდ ქოთანში. რაც უფრო დიდ ქოთანშია მცენარე, მით უფრო ნელა იზრდება. იმიტომ რომ ფესვებს აქვს საშუალება, რომ იმოძრაოს ქვევით, გაიზარდოს და მცენარე ზრდას წყვიტავს. მაშინ როდის უნდა მიხვდე, რომ ფესვთა სისტემა იმდენად დიდია, რომ გადარგვისდება. ნებისმიერ მცენარის ხელს რომ მოკიდებ, საშემოდგომოდ საერთოდ ხდება გადარგვა, აი ახლა ის პერიოდია, თუ პრობლემა არ იქნება, ფიკუს ავიღებ ერთ წუთს და განახებთ. კი. აი ეს არის ტორფში ახლა, გაზრდილი მცენარე. ამას ხელს მოკიდებთ ახლა და შეხედეთ, აი როგორ ამოდის. всё, წამოვიდა ეს. ამას ეს მზად არის უკვე? ეს მზად არის უკვე გადასარგავად. ფესვი უნდა გაუფხვიეროთ, სუბუქ ნიადაგში ჩავრგოთ, ოდნავ ამაზე დიდ ქოთანში. ოდნავ 1-5 სანტიმეტრი დიდი ქოთანი. ანუ ცოტა შევუზღუდოთ არეალი, რომ უფრო წავიდეს სიმაღლეში. მცენარის სიმაღლეში რა. ეს არის დიფსისი. ყველაზე პოპულარული მცენარეა. გამიმწარა ცხოვრება. კი. ამას უყვარს ნათელი ადგილი. უყვარს ფოთლების ხშირი დანამვა და პერიოდულად საკვები უნდა მისცეთ. 3 თვეში ერთხელ მაინც. სასუქი. კი ბატონო. 3 თვეში ერთხელ მაინც აუცილებელია სასუქი. ყოველთვის განცდა მიჩნდება ხოლმე რომ მაშინ როდესაც თქვა მცენარის ბოლოები არის გამხმარი, გაყვითლებული, გაფუჭებული, როგორ უნდა მოვიქცეთ? შრალი ჰაერის ბრალია ეგა და კვირაში 3-4 დავოდან ფოთლები დაუნოთ, კი, ფოთლები დაუტენიანოთ. გასხვაც ახლა ამ მას დიფსის თუ შევხედავთ, გასასხლავია ეგა. ანუ ყვითელი რაცა ჯობია წავაჭრათ, რომ წამოიღოს ენერგია კონდეს ახალი. ის მეორესაც გადასცემს იმ დაზიანებული ფოთოლი, ერთიდან მეორეზე გადადის. და საპნით დაბანვაც ახსენეთ და ესეც ერთი რეკომენდაცია. ხშირად დაავადება, როგორიც არის ის ბამბასავი თეთრი ნადები და ბევრი რაღაცეები. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ამოუწურავია შეიძლება ითქვას ეს თემა. ზოგადად მცენარესთან ურთიერთობა ვისაც აქვს, მე ასე ვფიქრობ, რომ ყველა იდეალური ადამიანია ჯერ ერთ-ერთი. კი. და თავად მცენარე ვისაც უყვარს, არა, იმას არ არსებულია, ყველა უყვარს კრუგში და სიკეთეს აფხურს ყველგან. მე ასე ვფიქრობ. წარმატებას გისურვებთ. თქვენ მადლობა რომ მოგვეცით რჩევები ქალბატონ ლალი. საამაყვა იმდენ მცენარეს უვლის, აი მასთან მისვლა და ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა, მე მახსოვს ჩემი პირველი შთაბეჭდილება, ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და შემდეგ რაღაცნაირად გაჩნდა უკვე სურვილი იმისა, რომ მე თავად ვიზრუნო, შემდეგ უკვე მათზე. რეკლამის დროა გვეუბნებიან. კიდე თბილისური კვარტეტით დაგიბრუნდეთ.